საქართველოს მოქალაქეებს ყველას მოგიწოდებთ მოიხადოთ თქვენი სამოქალაქო ვალი და აუცილებლად მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე. ვითარებას საარჩევნო უბნებზე დღის მდგომარეობით არის შემდეგი. ლელოს წარმომადგენლებმა და კომისიის წევრებმა 582-ვე თბილისის უბანზე დაამონტაჟეს ვიდეო მონიტორინგის კამერები. ეს კამერები გათვალისწინებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლის 25 ნაწილით. უწყლეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს აი ამ გადაღებისა და ვიდეო მონიტორინგისა აბსოლუტურად ყველა უბანზე. ჩვენს წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, რომ აწარმოონ მთელი საარჩევნო პროცესის ვიდეო მონიტორინგი, რაც ნიშნავს, რომ ყველა მზაკრული გეგმა, ყველა სისტემური დარღვევა, ყველა ძველბიჭების თუ პოლიციის უკანონო მობილიზება უბანზე, ყველა გადაცდომა და ექსცესი იქნება დაფიქსირებული. მინდა მოუწოდო აბსოლუტურად ყველა კომისიის თავმჯდომარეს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ხელი არ წაგიცდეთ ამ კამერებზე. საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს ვიდეო მონიტორინგს და უთხარით ყველა უბანს, რომ ამ კამერების არ დაყენების ხელის შეშლა არის ძალიან მძიმე დარღვევა. ასეთ ფაქტს ვადევნებ თვალყურს ეხა ჩემს უკან, რამოდენიმე კამერა ლაივ სტრიმზე მოდის ჩვენთან, უმრავლესობა კამერები ვიდეო ჩაწერას ახორციელებენ. ნაძალადევის რაიონის 33 უბანს ხედავთ ზედა კუთხეში, სადაც უბნის თავმჯდომარე ვინმე ნინო ნოზაძე არ აძლევს საშუალებას ჩვენს წარმომადგენლებს, რომ კამერა გაასწოროს და ვიდეო მონიტორინგი განახორციელოს. პირადად ნინო ნოზაძეს მიმართავ, რომ ის ჩადის უმძიმეს დარღვევას და ის ჩადის დანაშაულს, ეხლა როდესაც ამას აკეთებს. პირდაპირ ეთერში მოუწოდებ, რომ შეწყვიტოს ეს დანაშაული და გაუშვას თავისუფალი გადაღება ჩვენი კამერის. ზუსტად ისე, როგორც ამას ახორციელებს ქართული ოცნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საჩივარი წავა ბოლომდე. ეს არის უმძიმეს დარღვევა და ასეთ ფაქტებს ბოლომდე გავყვებით. არის კიდევ გარკვეული ფაქტები მთელი თბილისის მასშტაბით, სადაც მიდის აი ეს ჭიდაობა ამ კამერების დაყენებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად ყველა უბანზე თანაბარი უფლება გვაქვს, რომ ვიდეო მონიტორინგი ვაწარმოოთ. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდება ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორი იყო საარჩევნო დღე და რას მაიმუნობთ მაგ საარჩევნო უბნებზე. ამიტომ ხელი არ წაგისდეთ ამ კამერებზე, კიდევ ერთხელ ვამბობ. პროცესს ვადევნებთ ასევე თვალყურს საქართველოს მთელი მასშტაბით, აბსოლუტურად ყველა საარჩევნო უბანს აკვირდება ჩვენი წარმომადგენელი მთელ საქართველოში. დღის განმავლობაში მოგაწვდეთ ინფორმაციას დარღვევების შესახებ, რომლის დაგროვებაც უკვე დაიწყო და ინფორმაციას ვიღებთ და შემდეგ ბრიფინგებზე უკვე დეტალურად მოგახსენებთ და კიდევ ერთხელ ბრიფინგის ბოლოს მინდა ყველას მოუწოდო. დღეს 4 ოქტომბერს გამოყონ მცირედი დრო იმისათვის, რომ წავიდნენ საარჩევნო უბანთან და ხმა მიცენ ცვლილებას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მადლობა.